სულ ასე ვდგევარ, სახეს კარგად ვიჩენ, არც ვიმალები და სულ ასე ვიდგებით აქ. მე ბევრი ვეუბნები, რომ წამოდი ჩემთან ერთად და იქნება ბევრი ხალხი გჭირდება და ძალიან ბევრს ეშინია. ის კი არა სამთავრობოებშიც რომ მუშაობენ, იმათად ჩემს მაგივრად დადექიო ყველა მიბარებს. აი როგორ გითხრათ, ძალიან ბევრმა მითხრა, რომ აი როგორ მშურს რო იქ ახარო, მაგრამ მე ვერ მამაკაცები, ვაჟკაცები მეუბნებიან მეშინიაო. აი რაღაც სამსახურის გამოც ზოგს კერძო აქვს, ზოგს საჯარო სამსახური აქვს და ეშინიათ ძალიან, ხო. არა, მე 5000-ით დამაჯარიმეს, ტელეფონიც არა მაქვს. ამ ხელისუფლებამ გამაღატაკა და მეზობელს ურეკავდნენ, არც ვიცი ვინ და არც წავალ პოლიციაში, არც მივაკითხავ და საერთოდ არ მაინტერესებს. 10 ჯერო გამომიწერონ ჯარიმა, მაინც ვიდგები, დამიჭირონ, რაც უნდა ის მიქნან. მე პატრიოტულად ვარ გაზრდილი და აი როგორ გითხრათ, ლექსების წერა დავიწყე აქ, აი ისეთი იმითა ვარ შემართებით, პირიქით. რაც მეტად დავზარალდები, მით უფრო ამაყი ვიქნები, იცით? ეს ხო ეხა არ დაიწყო ხო, რამდენი წელი უკვე ამის შემსწრევარი როგორც მე, ისე ყველა. ჯერ ძამძაფრად მახსოვს მუზეუმებიდან, რავი, ადამიანები, რომელმაც შეალიეს მთელი ცხოვრება, მთელი მათი ცოდნა, გამოცდილება, 40 წელი რო ერთ საქმეზე მუშაობდა, ამ დროს განაცვლებს ვიღაცა, რომელსაც, რავი, მე მგონი ერთი ფურცელიც კი არა აქვს ამ საერთოდ საკითხული კი არა ამ კონკრეტული რაღაც პროფესიის, ხო? ხო, ანუ ამაზე ხა რავი, ღრმა ანალიზი, მე მგონი კომიკურიც კი არა. ეს ფილმი ჩვენ ნანახი გვაქვს იდეაში უკვე. ჯოჯოხეთი, აი მართლა წარმოუდგენელია რა, ანუ აი რანაირად უნდა განვითარდეს ქვეყანა, როცა ადამიანები რომლებიც წლები მუშაობენ, ხო ეს ხო ერთ დღეში ხო ვერ რაღაც ნაბიჯებს ხო როგორ აი 10 კიბეს ერთად ხო ვერ ახტები, ხო ყოველი არის საფეხურები, ხო ამ საფეხურებს ანუ მივსრიალებთ რა, ანუ აი უბრალოდ პირდაპირ მშობლით მივსრიალებთ. ანუ აი ფსკერზე რა, ანუ აი სხვაგან ანუ მივდივართ რა, ანუ თან ეს ხო აი შენება ძალიან რთულია და დანგრევა ერთი ბომბია რა. ჩვენ ხო შევთანხმდით უკვე ყველა ვიცით რომ აქ ჩვენ ყავს რუსების დასმული ხელისუფლება, რომლებსაც უნდათ რუსეთი და არავითარი ევროპა და ამიტომ ყველას გააჩუმებენ ვისაც უნდა ევროპა, ხო ეს ფაქტია. მეორეც ერთი მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რომ საჯარო სექტორში პოლიტიკური აზრის გამო ვინმე განთავისუფლდეს. ყველას აქვს უფლება თავისი აზრის გამოთქმის და მთავარია რომ საქართველოს სამსახურში იყვნენ და არა მტრევის სამსახურში. ამჯერად ჩემი და საქართველოს მტერი არის რუსეთი. თქვენ გარშემო თუ ვინმე გაათავისუფლეს საჯარო? ჩემ გარშემო მსმენია რომ მიდიან და პრობლემებს უქმნიან. ნამდვილად უქმნიან და აფრთხილებენ რომ შემდეგში უარეს გიზამთ თუ არ გაჩუმდებით ან თქვენ შვილებს არ გააჩუმებთ, ეს უფრო ხშირია ხოლმე რომ საჯარო წვრილ ბიზნეს იცოდეთ ხალხო ვინც ეხა ფიქრობთ რომ მე გავჩუმდები და გადავრჩები, თქვენ იქნებით შემდეგი. ვერავინ გადარჩება. თქვენ იქნებით შემდეგი, თქვენ თუ არა თქვენ შვილს მოადგება ეს. ნუ ზოგზე შეიძლება მოქმედებს, მაინც ახლა აგერ MMA-ის მოჭიდავე მოარი ვერა თქვა ერთ ჩახუტებაზე და მე ახლა შუახნის ასაკის ქალმა ქლიავების იმედად ვარ რა. ეს არ არის შემთხვევითობები, რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში, რაც ხდება ნატოს და ევროინტეგრაციის ასე ვთქვათ დეპარტამენტების გაშვება თუ შემცირება თუ რესტრუქტურიზაცია, რას დაარქმევენ ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს დღეს. მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანმა, ვინც დღეს სამსახური დაკარგა, გაითავისოს, რომ ეს არ არის დასასრული, ეს არის ახალი გვერდის დასაწყისი. და ეს ახალი გვერდი არის მათი გააქტიურება. დღეს აღარ არის ის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიდგეთ წამებულის თუ დაჩაგრულის პოზიციაში. ჩვენ დღეს უნდა გავიაზროთ და გავისიგრძე განოთ, რომ ჩვენ ვიმყოფებით ომში.
ანუ აი ეს მშვიდობა, აბა ომი გინდა და რაღაცა, რასაც გვეუბნებოდნენ, რეალურად ჩვენ დღეს ომში ვართ. ვებრძვით რეჟიმს, რომელიც გვეუბნება, რომ მშვიდობის ფასი, ეგრეთ წოდებული მშვიდობის ფასი არის სამშობლოს ღალატი, მშვიდობის ფასი არის იზოლაცია. დღეს ის ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ, ჩუმად არიან და უყურებენ თავიანთი კოლეგების გათავისუფლებას, ვერ ხვდებიან ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომ სისტემა მათამდეც მივა. იმიტომ რომ ჯერ უშვებენ იმათ, ვინც ღიად აპროტესტებს, შემდეგი საფეხური არის უკვე გაუშვებენ იმათ, ვინც ჩუმადაა და ღიად არ უჭერს მხარს რეჟიმს. ეს დადგება ეს შედეგი და ამიტომ სწორედ ამიტომ გვჭირდება რომ გავიაზროთ ყველა რომ ძალა ერთობაშია. საქართველო ყოველთვის იდგა კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებზე. სახელმწიფო სტრუქტურები წესით უნდა აშენონ არაანგაჟირებულმა სახელმწიფო მოხელეებმა, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მის ევროპულ მომავალს და შესაბამისად ყველა ადამიანი, ვინც ამისთვის მუშაობდა წლების განმავლობაში, დღეს ცხადად საჯაროდ ამბობს, რომ ამ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგი აღსადგენია და ყველა მოქალაქე საქართველოს გულშემატკივარი დგას პროტესტზე, ან უერთდება იმ საპროტესტო ტალღას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს უკავშირდება. წესით ყველა, მათ შორის თუ ვინმე ჯერ კიდევ დუმს, უნდა იცოდეს, რომ რეჟიმის ბოროტება მიწვდება აუცილებლად ყველა ადამიანს და აკაკუნებს ყველა კარზე, ამიტომ ახლა სანამ დროა რომ ვიბრძოლოთ და გადავარჩინოთ ქვეყანა, ყველა საჯარო მოხელის, ყველა მოქალაქის ვალდებულებაა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპი. საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით გაინტერესებს ჩემი აზრი. თქვენ ხართ გმირები, თქვენ ხართ ერისშვილები. ცოტაც მოითმინეთ, ცოტაც მოიცადეთ. დაინიშნება ხელახალი არჩევნები. გამოუშვებენ რეჟიმის ტყვეებს, ყველაფერი კარგად იქნება. ბატონებო, დაანებეთ იმ ხალხს თავი, ვისაც ერი უყვარს. ნუ გვიჩაგრავთ. გვაცადეთ ცხოვრება. ჩვენც გვინდა ვიცხოვროთ. ჩვენ გვინდა თავისუფალი საქართველო, რომელიც მხოლოდ ევროპისკენ მიყურება. ნუ ცვლით კონსტიტუციის მუხლებს, ყოველდღე ახალ კანონებს ნუ იგონებთ, ნუ იტანჯავთ თავს. გვაცხოვრეთ და იცხოვრეთ თქვენც თავისუფალ საქართველოში.